ბალანჩივაძეები ამ სახელწოდების გამოფენას სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენაზე დამთვალიერებელ საშუალება აქვს ნახოს ქართული მუსიკალური კულტურის ფუძემდებლის მერიტონ ბალანჩივაძის ოჯახის ცხოვრების ამსახველი ფოტოები, ასევე ხელოვნების მხატვრული ნამუშევრები. ბალანჩივაძეების ჯერ კიდევ უცნობი ფერწერული ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 4 ნოემბრამდე შეუძლია. პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მე ალბათ არ დამჭირდება ჩემ წარმოგიდგინოთ თქვათ ისეთი ხელოვანი როგორც იყო ჯორჯ ბალანჩინი, რომელიც გახდათ მელიტონის შუათანავაჟი. სწორედ არის მისი 100 წლის თავი და მის ხსოვნას ეძღვნება დღევანდელი საღამო. ანდრია ბალანჩივაძე ჩვენი ქართული მუსიკალური კულტურის ასევე ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდათ და თამარ ბალანჩივაძე ყავდათ და რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ ძალიან ცოტა რამ იცის. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას სახელწოდებით ბალანჩივაძეები. გამოფენა ეძღვნება ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან 100 წლის თავის იუბილეს და წარმოდგენილია აი ამ გვარის ძალიან ბევრი ნიჭიერი ხელოვანის ნამუშევრები. ასევე გამოფენილია ფოტოდოკუმენტები და სხვა სახის მასალა, რომელიც ეძღვნება სხვადასხვა ამ გვარის წარმომადგენელი სხვადასხვა ხელოვანის შემოქმედებას.